ანუ აუცილებლად სანამ მინდორში შეიყვან, მიიყვანე თოკით, დასვი და მერე გავუშვი რა, ესე რომ ჩამოვა მანქანიდან და თავისთვის გავარდეს და ეგრე არა რა, შეხლა პროსტა ნიავი არ არის, ძალიან ცოტაა. თორე შეიძლება მოგიწიოს სადღაც 1-3 კილომეტრი სიარულე და ნიავზე რო იარო, უნდა ჩაიყვანო საბელით, დასვა და მერე გამოუშვა რა. თუ ჯდება რამენერად დასვა და მიიყვანე ცოტა ხანი, ერთი რამდენი წამიც გაჩერდება, დასვი და გავუშვი რა. ეხლა იქ ვიყანო ეგრე? თუ დასვი ეხლა და არა, ეხლა დასვი და გავუშვი რა. ნახე იქეთ ის ახსოვს ის ადგილი, სადაც ეგან რონი, დაჯექი? დაჯექი. დააწექი ზურგზე? დაჯექი, დროს. დაჯექი. მიდი. აი. და გავუშვი ხა. ოკეი. მოგესალმებით, არხის გამომწერებო. ჩამოვედი დღეს დელადგორში ნინასთან ერთად. მორიგი ვარჯიშისთვის, მაგრამ ნინასთან ერთად არის და ჩვენთან ერთად არის ჩემი მეგობარი ჯაბა, რომელიც არის ალფასთან ერთად. ალფას ვიდეო წინაზე გადავიღეთ. ალფა იმზადება საველე გამოსისთვის. ასევე არის ჩვენთან ერთად რუნი, რეზის ლეკვი, რომელსაც ეხლა ერთად გავიყვანთ და ნელა ვაწყებინებთ მუშაობას, წვრთნას, გეშვას, დაწყებულია უკვე და ნახოთ აბა ორივე ერთად ალფას ექნება სხვა დავალება, რუნის ექნება სხვა დავალება, ორივეს კორექტირებებს გავუკეთებ და ნახოთ რა გამოგვივა რა. ამასობაში ნინასაც წავავარჯიშებ შორტ-ცოტას და ნახოთ ერთობლივად რა იქნება რა. ანა ვიდეოს წერდი აი ალბათონი ნინა ნაბუზე დავიდგა. მე ნიავი არ აქვს საერთოდ. ანა ცოტა იქიდან მე წინ Stop. Adია. მოკლედ, ეს ერთი ფრინველი ვნახეთ. ჩვენ ერთი წუთია რა შემოვედით მინდორში. არა, მოდი ჩემთან. გადავიღებ, ნახოთ აბა რა გამოგვივა. ქუთქუთი ისმის ძალიან კარგად. ერთადერთი ცუდი რაც არის, ნიავი არ აქვს საერთოდ რა, მაგრამ ვეცდებით ძაღლებს ფრინველი შევახვედროთ რა. დანარჩენი ნენელა რა კორექტირებები გვექნება ამ ძაღლებთან და ამ ლეკვთან, რუნისთან და ალფასთან ერთად, მაგასაც ჩავწერ ნენელა რა. ალფაზე ვილაპარაკე წეღან და მერე ამ ვიდეოსაც დავამატებ, სადაც ანუ ფრინველს პოულობს და მისდევს ამოყვანის შემდეგ. მელა? აქ არის თვითონ ჯაბას პრობლემა, რომ მიდი ნახე. ძაღლთან ძალიან გვიან მიდის რა. და ძაღლს ბრძანების გარეშე ამოყვავს ერთ შემთხვევაში ფრინველი და მეორეში მისდევს, იმიტომ რომ არ არის ძაღლთან კონტაქტში რა და ვეცდებით ეგ პრობლემა გამოვასწოროთ და ისე ამოიყვანოს ფრინველი ალფამ რომ არ გამოეკიდოს, იმიტომ რომ ბრძანებაზე მაინც ჩერდება რა, დიდად არ მისდევს რა. ანუ ეგ გამოსწორებადია და ვეცდებით ეგ შეცდომა უნდა დავხვეწოთ გამოვასწოროთ რა. რომ დიპლომისთვის მზად იყოს. ესეც რუნი 5 თვის რომელიც თავის პირველ ნაბიჯებს დგას. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ როცა ესე ორი ძაღლი გადის მინდორში. ერთი არის გამოცდილი ნინა, რომელიც ახალწილია და მეორე რუნი, რომელიც ახალგაზრდაა. აქ უნდა ვეცადოთ, რომ ჯერ რუნი მიპოვოს ფრინველი და შემდეგ მივიდეს ნინა და არა პირიქით, რომ ნინამ ნახოს ფრინველი და მერე რუნი მივიყვანოთ. ეგრე არ ხდება რა. ამას ჯობია რომ ლეკვმა თვითონ ნახოს და მერე ნინამ სეკუნდირება გაუკეთოს და არა პირიქით და რატო.
მე მქონდა პრაქტიკაში რომ როცა ერთი ძაღლი პირადად ალმა ესე იგი ნინას დედა იყო გაზარმაცებული ორი ნადირობდნენ ორი ძაღლი ერთად ცდილობდა რომ სულ გაკეთებულ ნაბიჯზე მისულიყო რა ეგ იმიტომ რომ მანამდე ალმა ვატარეს სხვა ძაღლთან ერთად და ერთ ჩინარო სხვას ეპოვა ფინველი და თვითონ მერე მისულიყო ეგეთი რამე რო არ მოხდეს ამიტომ ჯობია რომ პატარალებმა თვითონ იპოვოს რასაც შეძლებს როგორც შეძლებს და ნუ მერე გამოცდილი მეორე მივიდეს რა და ის რომ გამოცდილი ძაღლის ნაპოვნ ფრინველზე მე ლექს მივიყვან და ისეც აუცილებლად ნახავს მაგის ალბათობა ძალიან ნაკლებია რა ამიტომ ჯობია დამოუკიდებლად ლეკმა თვითონ ნახოს რა მოდი რონი მოდი წამო მოდი მოდი რონი ვენიერი ცოცხალი ლეკვია ძალიან კარგი მიდი ოჩ კარგი ბიჭი ჯერემ სისტრაფეს თავის მაქსიმუმს ვერ აჩვენებს რაც შეიძლება ამას გენეტიკურად ქონდეს მაგრამ ნელინა მოუმატებს რა ახლა ვეცდები რომ ნინა ჩემთან მოვიყვანო და რუნი ცოტა წინ წავიდეს ნინა ჩემთან ცოტა ნიავი ამოვიდა არ არის ფუ საიდან მაშინ წამო ჩავიდეთ ჩავაბი და იქედან აქეთ უნდა ვატაროთ ისე არ ვთარ შეიძლება რა მოდი რონი წამო ჩავიდეთ და იქედან გამოვყოთ რა ჩავდივართ ახლა მინდვრის ბოლოში მანქანა უკან გავაჩერეთ მაგრამ ჯობია რომ ეს ანძილი ფეხით ჩავიაროთ და ქარზე ვატაროთ ძაღლები ვიდრე პირიქით რა რომ უფრო დაალაგონ სიარული რა მეტად ზიგზაგურად ივლიან გვერდზე ფეხთან ამიტომ ჯობია ეს წვალება რა საქმეა რა საკეთებელია ჯობია სწორად დააყენო ძაღლი ვიდრე აურიო გონება და ყველაფერი იმის მაგივრად თუ უნდა შეუწყო ხელი არ უნდა შეუშალო რა გაუშვი ხლა რა დაჯექი და დარჩი აი ხა ოდავ წინ წადი შენ დატოვეგა თუ არ გამოყვა აი ეგრე გაუშვა ოქ საკმარისია მაგისთვის მიდი წინ ოკეი ეხლა აქ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს რა რომ ეგან მოდი ეხლა ფრინველი ჯობია რუნი მიპოვოს და ნინა სეკუნდირებას გაუკეთოს ვიდრე ნინა მიპოვოს და რუნი მივიდეს რა მაგით შეიძლება გაზარმაც ამ გამოცდილ და გამოუცდილ ძაღლს შორის სიარულში განსხვავება ეგ არის რა მაგრამ მე ისე ვატარებ ეხლა ნინას რომ რუნის მეტი საშუალება ექნება დამოუკიდებლად რამე ნახოს რა ეხლა ცოტა შუაში შევიწივდა და იქეთ გავუყვეთ რა ოღონდ შენ ეხლა რეზი ნახე მე ძაღლს ჩემსაც გავაჩერე ჩემთან მეყოლა შენ უნდა იარო ზიგზაგ ნახე ხო ხედავი ქვენახებს უნდა ახვიდე მარცხნივ წამოხვიდე მარჯვნივ წინ ფაქტურად არ უნდა იარო რა ძაღლს არ მიაწურო ეს წინ არ ირბინოს რა ზიგზაგურად გახვალ მარცხნივ ისევ აქეთ წამოხვალ უნდა გამოიყოლე ხო გამოყვება რომ დაუძახებ უნდა გამოყოს რა ეხლა დავიყენე შენ წინ დარჩინინა მოდი ისა რონი მოდი ჩემთან შენთვის არ დამინახია მოდი აქ ჩემთან მოდი აი ხა მოტრიალდი ესე და გაუშვი მოდი ჩემთან ნინა ჩემთან ესია უკვე გოგა ხო ჩემთან ამო რონი მოდი ჩემ სიდ ეხლა ცოტა მეტი ნიავია ოკეი აი აქ კიდე შეცდომა ნახეთ რა არის რა ეხლა რაღაცა იყოსა შეცდომა ის არის რომ ეხლა წამყვანი რა პატრონი ან რეზი უფრო მეც ეძახის რონის ანუ რეზი უფრო არის ძაღლთან კონტაქტში ვიდრე ძაღლი რა
კი უნდა ირბინოს აღმა ესე, მაგრამ ნებისმიერ დაძახებაზე ხო უნდა რეაგირებს. კი ეს ბუნებრივია. პატარაა, 5 თვის არის მაგ დონეზე შეიძლება ებრძანებები არ შეასრულოს, მაგრამ თავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მინდორში ძაღლი ყავდეს კონტაქტში და კონტროლში რა. და არა, ანუ ბევრი მაგალითია იმის, რომ მეპატრონეები ძაღლებს დაძდებენ. ანუ ძაღლი საითაც გარბის, პატრონით იძულებულია იქეთ გაას, იმიტომ რომ არ არის მორჩილებაში ძაღლი რა და ამ დამოუკიდებლად სირბილს, ესე ანუ უაზრო სირბილს უნდა გადააჩვიოთ, უნდა იყოს კონტაქტში რა, თქვენთან ერთად უნდა იმუშაოს რა, რაც ნადირობაში პრაქტიკაში ბევრად უკეთესია რა. მოტრიალდი რეზი წამოდი ახლა. მოტრიალდი აქეთ. ოღონდ ზურგი მოატრიალე, იქეთ იყურე რომ შენი ზურგი დაინახოს. ჩამოქვევით ნინა. ქვემოთ იმოძრავე, ქვემოთ. ანუ განდაგანიარე, ძალიან წინ არ მიაწვე. დაახლოებით ერთი 100 მეტრი ერთ მხარეს, 100 მეტრა მეორე მხარეს რა. დრო დაინიშნე, რომ ბევრი არ გამოგივიდეს რა. 35-40 წუთი. როგორ? 10 ეკდა რო გადმოვედი. 1-20 წუთი არის. ხო, 1-30-35 წუთი მაქსიმუმ, ანუ თუ რამე შეხვდა. და თანდათან, ნახე, ეცადე რომ დაუძახო შენთან მოიყვანო, აი ნახე ხო დარბის თავისთვის. რაღაც მომენტში აი დაუძახე, მოიყვანე შენთან, ახლა მოვიდა, მოდი ჩემთან გვერდზე. გაეთამაშე, ოკეი, გაუშ. ოღონდ მოვიდე შენ არ მიხვიდე ძახლა, ეცადე რომ შენამდე მოვიდეს. მოდია, მოდი. ჩემთან, მოდი. აი. მოდი. არ უნდა დაგაიგნოროს რა. აიგე, წადი გვერდზე წინ არიარო, ცოტა გვერდზე. ცოტა წინ ვიქნები, რომ მაგან მეტი დამოუკიდებლად იმუშაოს. წინ სიარული არ გინდა რა, მაქსიმალურად განდაგან. ჩადიმინი ხო. ეგ მარტო ახალგაზრდა ლეგზე არ არის რა, არც ერთ ძაღლს არ ჭირდება ესე ძალიან მიწოლა და აი უნდა თუ არასდია, არ ვიცი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ პარალელები თანაბარი ქონდეს რა, რაც უფრო მეტ საწვევი, უფრო მეტი წინ გადის ძაღლი რა. ჯობია ცოტა გაიარო 10-15 ნაბიჯი, გაჩერდე რომ ისევ ახლოს ჩამოგიაროს, მერე ისევ წინ გადაადგილე. ნახეთ აი ის ლეკვი
პირდაპირ გარბის რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნიავზე ვდგევართ, ანუ მაინც ესე ზიგზაგურად სვლის სურვილი არ აქვს რა. ამიტომ ეგ უნდა მექანიკურად უნდა მივცეთ, მექანიკურად უნდა დავამუშავოთ. ან მაგის ვარჯიშები არის ცალკე როგორ შეიძლება ლეკობიდან ეგ ვასწავლოთ რა და თუ მოახერხე მაგ ვიდეოსაც ჩავწერ. თუ არა ინტერნეტში არის ბევრი ვიდეოები როგორ შეიძლება ეგ მივაჩვიოთ. აი ფაქტიურად რამდენი 7-8 წუთი ერთ ადგილზე ვდგევარ, შეიძლება ნაკლები და წინ არ მივდივარ. შობია რომ ძაღლმა იმუშაოს ჩემ წინ, ვიდრე მე ეს მინდორი გადავკვეთო და მეტი წინ ვიარო რა. გამტავდა მიდი მომატე. ძალიან მაგრა ძალიან კარგად მიდიოდა. ნიავზე რამდენი ხანი დაახლოებით ერთი ვიდეო არ მქონდა ჩართული. აი ესე აქედან მიყვა ზუსტად იქეთ მიდიოდა. სადაც ნაბული გააკეთა და ეხლა ვნახოთ. აუცილებლად აი სვის მაგალითად ჩქარა უნდა მიხიდე ახთან ბოლო 5-6 მეტრა. ცოტა შეუნელოთ, ეს ნიას არ ჭირდება, მაგრამ ახალგაზრდა ძაღლებისთვის მნიშვნელოვანია. წინ! სტოპ! გადაჯდა. საჩაჯდა. აჰა. წამოვა გადამჯდარის ნახოთ. მე აუცილებლად რა მიუხედავად იმისა, რომ დიდია არ ვუშვებ ისევ იმ ადგილზე საძებნად რა. კექო არ მინდა. ოკეი. ნახოთ აბა გადამჯდარს როგორ დაამუშავებს. არა, მოტრიალდი. მოდია. წამო. აუცილებლად იმ ადგილზე მე ვის ვაძახი? მოდია. მოდი ჩემთან. აუჯერო მეორეა. მან აღარ არის. ფუ! ვაი? დაიჯერა. მაგალ არა მოი. მიდი. სტოპ! უიყო, სტოპ! მეორე წყობია. წამ. ჩემბრალი უნდა ენდო ბოლომდე და მოდი, წამ. მოდია. წავიდა. ეს იყო ძალიან დიდი თოდი შეცდომა რა. ეს იყო ჩემი ბრალი რომ არ ვენდე, არა დაფრინველი ყავდა. მეგონამ რომ ნაჯდომზე მივიდა და თურმე ფრინველი ყოლია. თავიზევით, ხო? აბა მივიდეთ იმ გადამჯდარზე. არ არის ახლა ფაქტი რომ ეს ფრინველი იქ დაგხვდება, მაგრამ იქნებ დაამუშავოს და იქნებ იყნოსოს მაინც გადამჯდრად ითვლება და აბა მეორე მუშაობა გქონდეს. მოდი აქეთ. აუ რა დაემართ. მოდი აქეთ. ახე მინდი. ელა. არა, თავიზევი. მოტრიალდი, მოდი. მოდი აქ, ნახე. სტოპ!
ოჩ, კარგი გო. ესეც მეორე ნაბული აქვე გადა. მოდი აქ ჩემთან. ჩემთან, წამოდი. ფუ, წამო. ესეთ გადამჯდარი, აბა წამო. ინდა ერთხელ გადაშდა, აუკენწლოთ ეს მწყერი. დავმუხტე სასროლი და აი ეს გადამჯდარი იქნებ ნახე. ოკეი, წავიდა მიდი. ნახე მიდი ნინა. ნელა ეხლა აქ უნდა ცოტა ნელა მივიდეთ ჩვენც და იმიტომ რომ ეს ფრინველი ერთხელ გადაჯდა, მეორედ გადაჯდა. უკვე დამთხალია, დიდი ალბათობით შეიძლება გამოძრავდეს, ადა. მოტრიალდი. მოდი აქეთ. უი. არა. ოჩ. ესე ციპო. ელა. ოჩ. მიდი. Stop. უი. რატო? Stop. Stop. შვენი საწავდა წავიდა. აჰა, კიდე ჩავდა. წამო. აბა კიდე დავამუშავ. წამო ნინა. მოდი. ცოტა შოიდან მოუვაროთ, რომ ეს რეზი ეხლა ამოვიყვან და დავაკვირდებით, სად გადავა და მოდი აქ. აი აგზის ამ ბუჩქთან რა. ახლა აქედან მოუვლით, რომ ნოდნავ ნიავი იქედან არის, შეიძლება მანამდეც იყვნოსოს. აი იბათ ოჩანი. ოჩა. Stop. Stop. სად გადაჯდა დაინახე? კაფრინ. რა შვება? არა უშავს. ჩემთვის და ნინასთვის უკვე საკმარისია, რავი, ეს 4-5 მუშ, ამდენი იყო, 3 იყო, 2 იყო, არა, აქ მაგას მნიშვნელობა. ეხლა ჯაბასთან გადავალ და ნახავთ აბა ალფა რა შვება რა. რუნი რას ასაკეთებს, როგორც აკეთებს, ხედავთ სამუშაოა. ანუ ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პირველ რიგში წვრთნას. წვრთნა თუ მოგიწია მერე პერიოდი, როცა უკვე გაზაფხულია, მწყერი შემოდის, პარალელურად გეშვა, მაგრამ პირველი და მთავარი მიზანი რაც უნდა იყოს არის ლეკვის ძაღლის წვრთნა. წვრთნის გარეშე არ გამოვა არაფერი რა. გამოვარა ძაღლი ნაბუდს გააკეთებს, ამოაფრენს, გაეკიდება, ირბენს თავისთვის და ეგ გაუჯდება მერე ჩვევაში და დაიტანჯებით ნადირობაში. დავიტანჯებით ნადირობაში. არა და ნადირობა არის სიამოვნება, რა ბუნებაში დასვენება, აქტიური დასვენება და ამ სიარულში ნადირობაში შენ თუ დაიტანჯე, დაიღალე შენ ძაღლთან ერთად ეგ უკვე რაღაც სიამოვნება. აბა რა შვები ჯაბა? მერე გამოკიდება? გამოკიდებით ანუ გაჩერდა რა მალევე. საანსოს არ გაიგე. სააშორს ხო და ამიტომ დროზე მიდი რა, როგორც გითხარი. მოდი მოიყვანე. მოდი მოიყვანე. დიდი ალფა. Stop ნინა. ამოფრინა, მაინც საჩაჯდება. საჩაჯდება. ვერ დავინახე. ჰა? იქეთ გადავიდა.
ცოტა უნდა მოუკლო ჭამას რა. გესმის? მე? შენ არა ძაღლის ჭამას შენ მოუკლე ჭამას ის ძალიან სუქნადაა რა. ტემპი არა აქვს. მეტი ჩქარა უნდა დარბოდეს რა. რამდენი ხანი 1.5 საათზე მეტი ხო არ არის რომ დარბიხარ. დადიხარ. პერიოდულად გაჩერდი ხოლმე, წინ არ მიაწვე რა, რომ თვითონ მეტი იმუშაოს. ჩქარა მიდი ჯაბა. დროზე მიდი. ეხლა მოუნელე. ჩააბი ნელელა. სტოპ! უნდა მოასწრო. ნახეთ ან ბრძანების გარეშე ამოიყვანა რა. უნდა დაგელოდოს. არა უშავს. ამიტომ ჩქარა მიდი. ეგ გძნობს ახლა ახლოს ხალ მაგასთან და მაგრამ ნორმს არ არის ახლა იმ ხელა მანძილი რომ აი გადაყვეს და რაღაც შეიძლება მაგის დამისა რა ქვია. დამოკლება რა. აზარში შედის ხო ეგ არის რა, იმიტომ რომ ეგ არის ფორმაში რო არ არის მაგის ბრალია. ეხლა ნახე, ეხლა გადასარევად მოძრაობს რა. აი ამ ტემპში უნდა ირბინოს სულ რა. რა ორუნი, მოდი ბიჭო. მოდი ცინჩონ, მოდი. რუნი, მოდი. დაუძახი აბა. დაუძახ შენთან მოიხმე ხშირად რეზი. დაუშალე. მიდი ალფა. ინას აქეთ წამოვიყვან თორე. აი ეგრე მაგას გაყევი რეზი. ოდნავ შეიწია კიდე. აქეთ არის ერთი ცალი, სადღაც გადმომჯდარი. ჩქარა მიდი. ვაფშე კისერზე მოაბი რა, ანუ იმაში ჩაბმა არ გინდა. მოახვიე კისერზე. აგე მეორე. მერე რო ვარჯიშობ, რისთვის ვარჯიშობ? ჩქარა უნდა მიხვიდე. ტანში შეგ რამენაირად დაიჭირე რა. რამენაირად დაიჭირე ძა. გადაადი მაგას გეუნები, ანუ იმაში შეიძლება ვერ ჩააბა მარყუში, მაგრამ თვითონ ძაღლის დაიჭირე რა. ტანში შეგილია დაიჭირო. ორი წალი ამოიყვანა რა. ისეც მიტანებაც უარდება რა. ახე უმატებს ნელ-ნელა, ხო ხედავ როგორც ნუ იქ კაცი არის ნასიარულე, მაგრამ შევხვდება რა, არის ფინველი რა. აი всё, სასტვენი გინდა ჯაბსო, რა ეხლა მაგ შენი ხმა 10 მეტრაზე მეტზე არ გადის რა და უნდა ნახო, შეიძლება მქონდეს გაჩუქებ ერთ სასტვენ. ხო და მიაჩვო მე რა ნელ-ნელა. ჭამის დროს, სეირნობის დროს. ხედავ განსხვავებას? მოტრიალე, უბრალოდ ერთადერთი ახლა მან რა არის ცი მინუსი ჯაბა? შენ წინ მიდიხარ და მარტო სამხარეს გადის. ახლა შენგან მარჯვნივაც და მარცხნივად თანაბარ მანძილზე უნდა გადიოდეს რა. ახლა ის პატარაც როგორ დადგა ნაბულზე. ჩქარა მიდი, რაზი ჩქარა მიდი. მიირბინე.
რადგან მან უნდა იყოს, ხო ისე. აგე საიდან ამოვიდა. ხო ისა საჩაჯდება, დააკვირდი. იქვე ჩაჯდა, წამოჯაბა. კი. წამო. ფუ, ნინა, გეყოფა რა, ძროხა ხარ ამდენ ბალახში. აი ეს თუნდა მე აი აქ არის რა, სივრცეში. აგე ოპა, ეს რო. მოიცა საჩაჯდებია. შორს ეს შენი სხვა იყო, ისენი სხვა. ის სხვა აქეთ არის. მოდი ნინა. ეს ადგილი ხო გაია. იგივე მე რა, ამათ ვინ ხალხმა? მე რა მოძრაობს ეს დაბმული ხო არა? მოდი ნინა. მოდი. აი აქ ნახე თავი. გაჩი არის გაჩი რაცადე თვითონ დაამუშავე მოდი გადმოდი აქ მოტრიალდი ნინა მოდი აქ აი წესით უნდა წაადგეს სათავი ისე უჭირავს ნიავი იქედანაა უნდა მიადგეს რა აგე ოდია Stop. გაურბი შენ. Stop. აგე რა. გაურბოდა და დამში შორიდან იყვას. ყოჩა. ვერ მოასწო დამუშავება. არა უშვა. ცოტა აგე მოდი აქ ჩაჯდება უყურე ჩვენი კეთაც აქვს გვინდა ხო იცი მანქანის მაგრამ ამბავია ხალხია ფუ გეყო თავიზევი ფუ ნელავიაროთ რა ოპა აგე Nina, stop! Aigre razgaigeb jავს. ხმაზე არაზოს არ წაიყვანო, აზრი არაა რა. შენ ხმა რო გესმის და მიდიხარ. სანამ მიხვედი ის ფნიოლი გამოძრავდა. აი მაშინ ძალიან დიდი ნიავი უნდა იყოს რომ მიასო, მაგრამ მიდის იქ Stop! მიდი ალფასთან. ცოტა წინს ყავს, ქარი იქედან არის, ნახე მარჯვნივ იქნება ცოტა. მოიყვანე. წინ. Stop! მანდარ გამოუვია. ისე ბუჩქნარში და ჯაგნარში. იმიტომ რომ იმდენი მედი ოიყვან. ჩქარამიდი. ყავს მაგას. წინ. მიდი. წინ. Stop! აქ ბალახიც მაღალია რა, აკეთხარ შედა. აქ ცოტაც და ვეღარივი რა. მიტო წეროვანში არ დავდივარ, რომ ბევრად დიდი ბალახია. საკმარისია, მეტიც კი არ გვინდა. ეხლა ერთი 10 წუთი და გავედით, რომ ცოტა იმაში დავტოვოთ აზორჩი რა. წესით, ეხლა თუ ზურგიდან ნიავი გაქვს, გამოცდილი ძაღლი აშვება, იცი გარბის პირდაპირ და იქედან მოყვება ესე ზიგზაგი რა. ჰა? ეხლა ვაფშე არაა ნიავი.
საიდანაც ისმოდა იქეთ. აგა სტოპ! Stop! აგინა კაჭი, ოპა. იდეა, რიგ. ის ვერ დაინახა თუ რატო არ ვიცი, აი გადაჯდა, წამჩქარ. აქვე გადაჯდა, წამო. ეხლა ცოტა ჩქარაი არის, ახლა ახლოს მიდი. აქვეა. მოიყვან. წამო ალფა. აი კიდე და. ნინა, ჩემთან. არა. ჩემთან, მოდი. მოდი აქ. წავიდა. აი ხა უნდა მიადგეს, მოდი. მოდი ალფა, მოდი გოგო, ბიჭო. აი ხა უნდა იყნოსოს რა. ეს არის აი აგე. Stop! დავიჭირე ეს ვირიშვილი. ისაც დამთხარია კი გარბის, მაგრამ დავიჭირე. ამიტომ ნახოთ ერთი თოკი ვცადოთ მე რა. მიდი ხო რატო რა გაგიკვირდა ჩქარა არაფერი გადაამოწვა 30 წამზე მეტი თუ გაგზავნა და უკვე ნაბულია ეგრე არის გაგე ხო 30 წამამდე შეიძლება დადგეს მაგრამ არ იყავდეს ან რაღაცა და 30 წამის მერე ნაბულად ითქვა. ხოდი. რა ქენი ავარეზი? ორი ცალი ამოიყვანა ნაბული. ერთის ნაბული დავინახე ერთი. იქით ამოიყვანა ორი ხო ერთი. ძანყვი, ძამსა. ეს დამჯერობა გვიჩირს. ო, ეგ არის რა, მთავარი მორჩილებაა, თორე ამას გენეტიკა ისეთი აქვს, რომ ის იპოვის რა, მაგის პრობლემა არ აქვს. ეხლა ჩვენ რაც გვინდა ის არის, რომ მორჩილი იყოს და მინდორში შენთვის იმუშაოს რა. ეგ მაგრად გვიჩირს. შენ რა სიტყვი ჯაბა? რაზე? შენ იყო კარგად. არა სამუშაო მაქვს რა, ეგ აჩერებს ვიზდებს რა ეგ ამო. აი როგორ არის, იცი, ზღვარზია რა, თან უნდა ჩერდება. თან ვიზდებს, თან ჩერდება, აი რაღაც შუაში არის რა. ერთი ის დავინახე, რომ აი რაღაცე რამოდენიმე წელი ამოფრინდა, დაინახა და არ გაიყიდა. შენ რომ მიდიხარ და აბძანებას აძლევ, მაშინ უფრო მისდევს, აი რაღაც სამუშაოა და მარტო ამით რომ აქ მინდორში დაუძახებს და ეგ ვერ გააჩერებ რა. ის იმით დაიწყე სახში. ნელა და მე უნებაში ჩაუждდება, ანუ ეს ბძანება სტოპ ამისთვის აუცხოა. ეხლა შენ რო რაღაცა გეძახოს, რა ქვია, ეკუტემო, გაიგებ რა არის, ხო ვერ გაიგებ, არა და ფრანგულად მომისმინეს ნიშნავს და სანამ არ გაიგებო, ეკუტემო მომისმინია, ვერ ხდება. რაღაც ეგრეა რა. რაღაცას უნდა დააკავშიროს რა. მოკლედ ეს იყო რა, ძალიან კარგი სამუშაო დღე გამოგვივიდა. ესე ვფიქრობ, დაყოფიერი. ნუ aga იმას ნინას ფრინველის ნახვა ამოყვანა და რაღაცა აღარ ვაქცე ყურადღებას იმდენად, იმიტომ რომ ეს ახალი არ არის და ერთადერთი ცოტა ხანში გამოცდაზე ჩავეწერები, რომ კიდე ერთი დიპლომი ავიღო და თავარი აქცენტი რაც არის, რომ სწორად ვამუშაოთ ძაღლები, სწორი მიმართულება მივცეთ, რომ მერე შედეგი მივიღოთ რა. თხოვთ გამოიწეროთ ახი, მოიწონოთ ვიდეოები, ფრინველი არის, იარეთ, ატარეთ, ავარჯიშეთ და თქვენით რაც თავარია თქვენი ძაღლები. ხოდინი, ახტიმი. მიდი. ხოდი, რასაც ვარიელი. აჯი კეთილი ის გამოვიტანო არაფერში. ახტიმი.